საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტოვის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმე და დაკავებული EPS-ის სამართალდამცველი. რა უძღოდა წინ გორში მომხდარ ფაქტს, როგორია დაზარალებული ოჯახის პოზიცია. საქმის ახალი დეტალების შესახებ გიყვებით რამდენიმე წუთში. სამართლებრივი საქმის პოლიტიზების მცდელობა და სპეკულაციები გორში მომხდარი ფაქტის გამოყენებით. როგორც ცდილობს ოპოზიცია ერთეულის შემთხვევის სისტემურ პრობლემას წარმოჩენას. გახარიას თანაპარტიელების ყალბი, პათეტიკა და ნაცმოძრაობის პოლიტიკური უტიფრობა. მმართველი გუნდის შეფასებები რამდენიმე წუთში. ერთობის კრიზისი და დაპირისპირების მორიგი სერია ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ალიანსში. რა შეადანაშაულებს მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელიას და როგორია ბრალდებებზე მელიას თანაგუნდელების პასუხი. განათლების მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში და უწყების მანდატს აცდენილი კითხვები გახარიას თანაგუნდელებისგან. არა კომპეტენტურობა და პოლიტიკური შოუს მოწყობის მცდელობა. რა შეამხილა გივი ნიქანაძემ ოპოზიციური პარტია. ახალი შესაძლებლობა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ღვინის ქარხნის ეინოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების შესწავლა იწყება. დეტალები მთავარ გამოშვებაში. ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება და 6 სამართალდამცველი ბრალის წარდგენის მოლოდინში. დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან, დაზარალებულმა კი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კლინიკა დატოვა. დღეს ცნობილი გახდა იმის შესახებაც, რომ შემთხვევის დროს დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. რა უძღოდა წინ მოქალაქის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაასაჯაროვა. ამასთან ძალოვანი უწყება აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან და მზად არის მაქსიმუმი გააკეთოს დამნაშავეების დასასჯელად. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს დანაშაულს, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ეს კი პრემიერ-მინისტრის მკაფიო პოზიციაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით სწორედ ასეთია ქართული ოცნების ხელწერა, რაც მისივე თქმით გორში მომხდარ ფაქტზე ხელისუფლების მყისიერი რეაგირებითაც დადასტურდა. დეტალებით ანა შანიძე. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა უძღოდა წინ 27 მაისს გორში მომხდარ ინციდენტს. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სამართალდამცველებმა მოქალაქე გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია და პოლიციელს ბლაგვის საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა. დაშავებული კლინიკაშია, ფაქტზე დაწყებული გამოძიება. ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიების შედეგად უკვე დაკავებულია სამინისტროს მოქმედი 6 თანამშრომელი. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო პრევენციული ღონისძიება, რომლის ფარგლებში შეჩერებული იქნა მოქალაქე. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას გადამოწმებული იყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე, კერძოდ ბლაგვის საგნით ქვით გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა. აღნიშნული პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში გადის მკურნალობას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული საქმეც საგამოძიებო ქვემდებარეობით გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ორივე საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმისათვის, რომ დადგინდეს თითოეული ფაქტობრივი გარემოება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ხაზგასმით აცხადებს იმასაც, რომ საგამოძიებო უწყების მხრიდან გატარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა კანონის წინაშე პასუხი აგონ. სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს სრულმზაობას ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან ნებისმიერი სახის ძალადობა, სადაც კი იკვეთება როგორც თანამშრომლების მხრიდან, ასევე სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, სამინისტროს მხრიდან გატარებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება იმისათვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე.
ობიექტური გამოძიების იმედი აქვს გორში მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულის ოჯახს. პაპუნა ლუცულაშვილის მამი და ოპოზიციას და მათთან დაკავშირებულ ჯგუფებს მოუწოდებს თემის პოლიტიკური манипуляციისთვის გამოყენებისგან თავი შეიკავონ. ყველამ რეალურად თვალნათლივ დაინახა რაც მოხდა იმ კადრებში. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ბოლომდე მიიყვანენ აი ამ საქმეს და დასაშლელი დაიშჩება. ამ საქმეზე დადგე და გამოვეკიდო და რაღაცა შემდგომი მსვლელობა მისცე სულ არ არის საჭირო, იმიტომ რომ არიან ჩართულები სათანადო ორგანოები და ისინი გასცემენ საკადრის პასუხს. არ მჭირდება მე არც ოპოზიციის და არც არავისი ჩარევა. აქ უნდა იმოქმედოს კანონმა. გუშინ ისეთი პიროვნებები შემოგვესივნენ გარშემო რომ ვატყობ რომ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სისტემა არაფერ შუაში არ არის. სისტემური რატო? მოხდა შემთხვევა იმათ თავიანთ ძალაუფლებას გადააჭარბეს, მაქვს იმედი რომ ბოლომდე ეს გამოძიება იქნება მიყვანილი. გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურამ 6 პირი დღეს დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას სამსახურებრივ უფლებამოსილებას ძალადობით გადაამეტეს. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა. უმოკლეს ვადაში ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულ საფუძველზე ბრალდებულები 28 მაისს დააკავეს მათ ბრალდება კანონით განსაზღვრულ ვადაში სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილის B ქვეპუნქტით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით წარადგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაზარალებულს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. პაპუნა ლუცულაშვილი კლინიკა ვივამეთში გუშინ შეიყვანეს, თუმცა შესაბამისი კვლევების შემდეგ კლინიკიდან დილით გაწერეს. მისი ჩივილების გათვალისწინებით პაციენტი კონსულტირებული იქნა სხვადასხვა მიმართულების ექიმების მიერ, მათ შორის კონსულტირებული იქნა ექიმი ქირურგის, ტრავმატოლოგის, ნევროლოგის მიერ. ჩატარდა შესაბამისი ინსტრუმენტალური კვლევები. აღენიშნებოდა მას დაზიანებები, რაც აღწერილი არის ექიმი კონსულტანტების ჩანაწერებში, მაგრამ ექიმების გადაწყვეტილებით არ ჩაითვალა საჭირო მისი სტაციონარის პირობებში მკურნალობა. რაც შეეხება გორში მომხდარი ინციდენტისას დაშავებულ პოლიციელს, ის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენთან სტაციონარში არის მოთავსებული 21 წლის მამაკაცი, გუშინ არის შემოყვანილი თავის ტრამვით. ჩვენთან ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, შესაბამისი კვლევები. ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე. მდგომარეობა სტაბილურია. გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს კითხეს. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხრიდან არის ჩადენილი ძალადობა. კანონი ყველას მიმართ უნდა აღსრულდეს. სწორედ იმისათვის, რომ ასეთი ძალადობას არ მიეცეს თუნდაც პოტენციურად რაღაც სისტემური ხასიათი, სწორედ ამის გამო იყო საჭირო დღევანდელი რეაგირება, რაც საზოგადოება მიხილა. სწორედ იმის გამო, რომ თავის დროზე სახელმწიფო არ რეაგირებდა ასეთი ტიპის სამართალდარღვევებზე, ხედავდით, რომ მისდებოდა თვითნებობა წინა ხელისუფლების პირობებში. სწორედ იმისათვის არის აუცილებელი ასეთი მყესიერი რეაგირება, რომ სისტემური სახე არ მიიღოს ძალადობამ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ძალადობს, იქნება ეს მოქალაქე ჩვეულებრივი თუ იქნება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებული პოლიციელები დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან. ადვოკატებიდან მედიასთან ჯერჯერობით არც ერთი გამოჩენილა. შესაბამისად დაკავებულების პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ მათ ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ.
გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს მყისიერი რეაგირების მიუხედავად ოპოზიციამ საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება სცადა. ხელისუფლების ოპონენტების მიზანი ერთეული შემთხვევების სისტემური პოლიტიკის ნაწილად წარმოჩენაა. გიორგი გახარიას თანაგუნდელი ყალბ პათეტიკაში ამხილა პარლამენტის თავმჯდომარემ. სპეკულაციების პასუხად ჩალო პაპუაშვილმა სოფო ხორგუანს შეახსენა, რომ საპოლიციო ღონისძიებისას ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე ბრალდებული მისი ლიდერი სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაექცა. სისტემურ დანაშაულზე საუბრობენ ნაცმოძრაობის ყოფილი და მოქმედი წევრებიც, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც 2003-2011 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ღონისძიებებისას ათეულობით ადამიანია მოკლული. დეტალებით სოსო ელისაშვილი. ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც წლების განმავლობაში ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა გორში მომხდარი შემთხვევის განზოგადებას ცდილობს და ამტკიცებს, თითქოს მომხდარი სისტემურ ხასიათს ატარებს და პოლიცია მოსახლეობაზე ძალადობს. ამის პარალელურად კი არაფერს ამბობენ იმ მოკლულ და ნაწამებ ადამიანებზე, რომელთა ოჯახებსაც გამოუსწორებელი ზიანი სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიადგა. პოლიტიკა ამგვარია ქვეყანაში, რომ პოლიცია არის მოძალადე სისტემურად. დღეს ძალოვანი უწყებები არ ემსახურებიან ქართულ ხალხს, ემსახურებიან რეჟიმს. და სწორედ ამის ნათელი მაგალითი ვიხილეთ ჩვენ გორში, სადაც პოლიციელებმა იძალადეს მოქალაქეზე. ბუტა რობაქიძე, სანდრო გირგულიანი, ზურაბ ვაზაგაშვილი, გიორგი გამცემლიძე, როინ შავაძე, დავით ცინდელიანი, გია კრიალაშვილი, ნიკა კვინტრაძე, სულიკო ასათიანი. ეს იმ ადამიანთა არასრული სიაა, ვინც 2003-11 წლებში ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს უწყების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოკლეს. აქედან თითქმის არც ერთზე დროული და ადეკვატური რეაგირება სააკაშვილის ხელისუფლებას არ ქონია. ამ ფონზე კი მსჯავრდებული და ბრალდებული ექს-პრეზიდენტის მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელები ამტკიცებენ, თითქოს ერთეული შემთხვევა სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. საკითხით სპეკულირება გიორგი გახარიას გუნდმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სცადა. პარტიის წარმომადგენელი ცდილობდა უსაფუძვლო ბრალდებებით ქართული ოცნება დაედანაშაულებინა, თუმცა სოფიო ხორგუანს სრულ ნარატივის გავრცელების საშუალება შალვა პაპუაშვილმა არ მისცა. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსთვის ლიდერის გერმანიაში გაქცევის მიზეზებზე ისაუბრა და ხორგუანი ტყუილში ამხილა. გორში რაც მოხდა საზარელი ფაქტი, როდესაც სისტემა გახდა ანგარიშწორების მექანიზმი ერთი კონკრეტული კანონმორჩილი წესიერი ადამიანის დასასჯელად. ჩვენ ისეთი სისტემა გქონდეს ამ ქვეყანაში, რომ მოქალაქეები სისტემისგან დასაცავი კი არ ყავდეს, სისტემა იცავდეს მოქალაქეებს. როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია 6 პირი. მე მგონი სახელმწიფოს პასუხი ეს არის და რა ის ყალბი, ტირილნალევი ტონი, რომელიც თქვენ ყალბ პათეტიკას ავლენს ხოლმე ყოველ ჯერზე. შეგახსენებთ, თქვენი პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია იმყოფება მიმალვაში გერმანიაში, ის შეიფარა უცხო ქვეყანამ ადამიანმა, რომელმაც ზუსტადად საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა ისე, რომ დააზიანა მოქალაქეები. თქვენი პარტიის თავმჯდომარე ჩამოიყვანეთ საქართველოში, ჩაჯდეს იქ და პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე იმ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის დაკავშირებით ბრალდება აქვს წარდგენილი. არჩევნებში დამარცხებული პარტიების ალიანსის სპეკულაციებს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. ირაკლი კობახიძემ წინა ხელისუფლების ხელწერაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ნაცმოძრაობის მმართველობისას დამნაშავეებს თუ აკავებდნენ, მათ სასათბურო პირობებს უქმნიდნენ. ქართული ოცნებისთვის კი არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ დაარღვევს კანონს. ყველა დამნაშავე პასუხს კანონმდებლობის შესაბამისად აგებს. ეს ხო ძალიან მძიმე შემთხვევა და რა თქმა უნდა იყო საჭირო მყისიერი სამართლებრივი რეაგირება და საზოგადოება მიიხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური სათანადო ჯანსაღი რეაქცია ამ მძიმე ფაქტზე. რა თქმა უნდა, არც ერთი სამართალდამღვრა, მით უმეტეს ასეთი ტიპის სამართალდამღვრა არ უნდა დარჩეს დაუშველი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით. ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ. მე მოგიდან უამრავ ფაქტს, როდესაც ხდებოდა მსგავსი დანაშაული და ამაზე არათუ არ რეაგირებდა წინა ხელისუფლება, არამედ პირიქით ხელსაფარებდა ხოლმე დამნაშავეებს, მათ უქმნიდა ხოლმე სასათბურო პირობებს და გირგულიანის საქმე არის მხოლოდ ერთი მაგალითი, რაც ამას ადასტურებს. სწორედ იმისათვის არის აუცილებელი ასეთი მყისიერი რეაგირება, რომ სისტემური სახე არ მიიღოს ძალადობამ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ძალადობს, იქნება ეს მოქალაქე ჩვეულებრივი თუ იქნება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა ახსოვდეს.
საპარლამენტო უმრავლესობაში ნაცმოძრაობის ყოფილ და მოქმედ წევრებს წარსულს ახსენებენ და განმარტავენ, რომ სისტემურ დანაშაულებს ადგილი სწორედ 2012 წლამდე ჰქონდა, როდესაც ათეულობით ადამიანი ქუჩაში მოკლეს, ასეულობით კი სცემეს, აწამეს და დაასახიჩრეს. რაც შეეხება უშუალოდ მომხდარს, ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს, რომ საგამოძიებო უწყების დროული და ეფექტური რეაგირება სწორედ სისტემის გამართულობას აჩვენებს. სისტემური დანაშაული ხდებოდა 2012 წლამდე. გვახსოვს ჩვენ რა მდგომარეობა და ვითარება იყო მაშინ საქართველოში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ და ზოგადად რა პროცესები მიდიოდა, ახლა აღარ ჩაუღრმავდები და აღარ დავიწყებ ამ ყველაფრის განხილვას. ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს განსხვავებას და ძალიან კარგად აკეთებს ანალიზს. გორში მომხდარ ფაქტზე სახელმწიფოს როგორი რეაგირება და პასუხი ჰქონდა, ეს ვფიქრობ, რომ ყისიერად ნახა საზოგადოებამ. იმავე დღეს დაიწყო პროკურატურამ გამოძიება, მეორე დღეს კი 6 პირია დაკავებული. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორად აღწერს, რომ ნებისმიერი გადაცნობა იქნება ეს თუ ნებისმიერი პირის მხრიდან ჩადენილი რაღაც გარკვეული სამართლებრივი დანაშაული იქნება შესაბამისად პასუხგაცემული. მათ მუდმივად აქვთ მცდელობა, რომ რაღაცა თავისი დანაშაულები, თავისი ის შავი ლაქა სხვას დააბრალონ. ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას გადადგმული ანტისახელმწიფოებრივი და ადამიანების უფლებების შემლახავი ნაბიჯები საზოგადოებას ნათლად ახსოვს. სწორედ ამ დანაშაულებების გამოსაძიებლად შეიქმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში სწორედ სააკაშვილისა და მისი გუნდის დანაშაულებს სწავლობდა. ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. განხეთქილების მიზეზი ისევ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტია, მისი კრიტიკის ობიექტი კი ისევ ნიკა მელია. ყოფილი ლიდერის ბრალდებებისთვის ჯერ არ უპასუხია პატიმარ მელიას, თუმცა სააკაშვილს პასუხი დაუბრუნეს, პარტია ახალიდან და მაოხრებელი გზირი უწოდეს. პატიმარი ლიდერის შეურაცხყოფა უპასუხოდ არ დატოვეს არც ნაცმოძრაობაში, მმართველი გუნდი კი გაერთიანებულ ნაცმოძრაობაში კლანებს შორის დაპირისპირებაზე და მოჩვენებით ერთობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ გარე დავალებებით მოქმედი ოპოზიცია ყველა სცენარში კრახისთვის განწირულია. ნანიკო წითელაშვილი გიამბობთ. 26 მაისის ჩავარდნილი აქციის შემდეგ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსი კვლავ შიდა დაპირისპირებაზე გადაერთო. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას გაერთიანების ეპისტოლარული განხეთქილების მორიგი რაუნდი ისევ მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა გახსნა და ისევ მსჯავრდებული ნიკა მელია გააკრიტიკა. საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილში სააკაშვილი ყოფილ თანაპარტიელს ამჯერად მისი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქციის დაშლაში ადანაშაულებს. მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადაერთო. არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე. სააკაშვილის ბრალდებებისთვის ჯერ ადრესაც არ უპასუხია, თუმცა სანაცვლოდ უპასუხეს მისი პარტიიდან. ახლების ლიდერი დიმიტრი ბიძინაშვილი მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მაოხრებელ გზირს და ერთიანობის მოწინააღმდეგეს უწოდებს. მაოხრებელი გზირი, მოკლედ ამ კაცის გამოსწორება არ იქნება და რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ ასეთ სისულელეს იზამს. ჩავარდნილი აქციის შემდეგ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის მიერ ისევ შიდა დაპირისპირებაზე კონცენტრირება, მთავრობის მეთაურისთვის დადასტურება იმისა, რომ სააკაშვილი ბოკერია გვარამიას გაერთიანება მორიგი მარცხის შემდეგ ახლა გუნდში განტევების ვადს ეძებს. ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ ეს აქცია ჩავარდებოდა და ახეთ რომ ჩავარდა. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, როდესაც სისუსტეს ხედავ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ შიგნით ეცებ განტევების ვადს და ეს დაპირისპირება არის აქედან გამომდინარე. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსის დაპირისპირებაში კვლავ საკუთარი ლიდერის მხარეს ირჩევს ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებას მანიპულაცია უწოდეს და საკუთარი ლიდერის მსგავსად პარტნიორებს სამიზნის გასწორება მოთხოვეს. დიმა ბიძინაშვილი აი ამ განცხადებით უმცირესობაში აღმოჩნდება საკუთარ გუნდში. მე ასე მგონია, არასწორი განცხადება, მანიპულაციასაც კი შეიცავს ეს განცხადება. ყოფილი და მოქმედი ნაციონალებით დაკომპლექტებულ გაერთიანებაში არსებული დაპირისპირება, რომ ისევ მხოლოდ მათ აზიანებთ, ამას ნიკა გვარამიაც აღიარებს. ახალის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ განხეთქილებების პარალელურად ალიანსში გამყოფი ხაზები ღრმავდება, რაც საბოლოოდ ერთიანი მიზნის მიღწევაში ხელს უშლით. სუდი მოსასმენია, ბევრი რაღაცა, ძალიან გაუგებარია უდრო ბევრი ტექსტი, მაგრამ სიღრმეებში ახლა ამ წუთში მე ამისას არ შევალ, იმიტომ რომ ხელს გვიშლის ეს ყველაფერი ერთიანი მიზნის მიღწევაში.
ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის დაპირისპირების პარალელურად ამ მომრჩეველთან ერთად სააკაშვილი ბოკერია გვარამიას გაერთიანება თანაგუნდელებსაც კარგავს. პოლიტიკა არის საუბარი პირველ რიგში იმ ხალხთან, ვინც არ გეთანხმება თუ მხოლოდ საკუთარ ბაბლში ტრიალებ რეალურ ცვლილებას ვერ მიაღწევს. სამწუხაროდ დროთა განმავლობაში სულ უფრო მკაფიო გახდა, რომ ვერც იმ იდეის ფორმირება მოხდა და ვერც რეალური სურვილი დავინახე განსხვავებული აზრის მქონე ამ მომრჩეველთან საუბრის. ამის გარეშე პოლიტიკა ნელ-ნელა უბრალოდ ხმაურს ემსგავსება, სადაც ფორმა შინაარსზე მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ნაცმოძრაობიდან იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა. სამწუხაროდ რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა. მმართველი გუნდის განცხადებით მოქმედი და ყოფილი ნაციონალებისგან შემდგარი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსი, რომელსაც მხოლოდ გარე პატრონებისგან მიღებული დავალებები აერთიანებთ, კრახისთვისაა განწირული. არსებული დაპირისპირება კი მხოლოდ ლიდერობისთვის ბრძოლაა. წარმოუდგენელია ამ ადამიანების, ამ დაჯგუფებების რაღაც ერთ პლატფორმაზე შეყვანა. თუმცა ყველას ჩვენ თუ გადავხედავთ მათ წარსულს, ყველა არის ნაციონალურ მოძრაობაში აღმოცენებული ელემენტები. ვიცით ჩვენ რომ ეს ყველა აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები საიდან იმართებიან, როგორ იმართებიან და ვინ არის მათი პატრონი. განსხვავებული მწამსის ორიენტაციის ხედვის გამოცდილების ადამიანები იმ პატრონებმა გაერთიანეს ერთი მიზნით, ერთი ამოცანით, რომ ქვეყანაში მოახდინონ პოლარიზაცია და კიდევ უფრო მეტად ხალხი მეზობელს, ახლობელს დააშორონ. ხუმრობით ვიტყოდი, რომ მე მაგონებს დღევანდელი ოპოზიცია და ალიანსი არ შემდგარი ფეხბურთის 9 კაციან გუნდს, რომელიც ჩარჩა ჯგუფში და შესაბამისად ამ შემთხვევაში მწვრთნელის ცვლილებით უნდა რომ რაღაცას მიაღწიოს. ალიანსის შექმნიდან რამდენიმე თვის თავზე ოპოზიციის ანგარიშზე წარმატებული მხოლოდ დაპირისპირებებია. ამ ფონზე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაბამისად შეარჩიეს სლოგანით „საქართველო იმსახურებს უკეთეს“. ოპოზიციური დაპირისპირების საბაბად იქცა 26 მაისს ბლაჟევიჩის სცენარით გამართული აქციაც. თვეების მანძილზე მომზადებული შეკრების ორგანიზატორებმა საკუთარი მხარდამჭერებისგან მწვავე კრიტიკა მიიღეს. ოპოზიციას დაუწუნეს ახალი სლოგანიც და უკმაყოფილება გამოხატეს მათ უგეგმობაზეც. პარალელურად გაირკვა ისიც, რომ რუსთაველზე აპარატურის შესატანად აქციის ორგანიზატორებს მძღოლის მოტყუება დასჭირდათ. მორიგი ჩავარდნილი პროტესტით კი მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციას არც ხალხის მხარდაჭერა და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვს. სალმე გობროინძე გიამბობთ. თქვენ პასუხი არ გესმით? ამ ადამიანმა განაცხადა, პასუხი არ გესმით? მოქს მოტყუებულად, რატომ მოატყუოთ? როგორც რუსულ დასანქცირებულ პროპაგანდის მედიას ვარ. პასუხი არ ხო, კი ეს არის ჩემი პასუხი. ტრადიციულად ასე გაიქცა ხოშტარია გვარამია ჯაფარიძის კოალიციის წევრი ჩვენს კითხვას, რატომ მოატყუეს 26 მაისს ადამიანი, რომელმაც აქციისთვის განკუთვნილი ტექნიკა რუსთაველის გამზირზე მიიტანა. ოპოზიციის პოლიტიკურ განაჩენად შეფასებულ აქციის დასრულებიდან მალევე გაირკვა, რომ ვერ შემდგარი პროტესტის ავტორებმა ბევრი იცრუეს და აქციის რომანტიზების მიზნით ბევრი სცენარიც გამოიგონეს. მათ შორის მოდელები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გადაღებაზე იმყოფებოდნენ, ახლად დაქორწინებულ წყვილად და პროტესტის მონაწილეებად წარმოაჩინეს. 8 ოპოზიციური პარტიის ლიდერები ტყუილში საჯაროდ ამხილა იმ ადამიანმაც, რომელმაც აქციაზე ტექნიკა მიიტანა. მძღოლის თქმით, მას ელენე ხოშტარიას პარტიის წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ აპარატურა კონცერტისთვის იყო განკუთვნილი. როგორც თავად ამბობს, არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა მიზნით მიჰქონდა ტექნიკა რუსთაველის გამზირზე და მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა დაჯარიმებაც. ისაუბრა ჯარიმის თანხაზეც, რომელიც მისთვის შეაგროვეს, თუმცა მას არ აუღია. თავს მე ვგზნო მოტყუებულად, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი. მე ინფორმაცია მქონდა, რომ რაღაცა პატარა კონცერტივით უნდა ჩატარებული იყო და მუსიკები უნდა ყოფილიყო იქ და რავი შევედი თუ არა 50 კაცი ავიდა ყუზაოზე ღია მანქანით ვიყავი და რავი გაივსო მთელი მანქანა 51 სკოლა როა მაგის უკან შესაძლებელი რო არის მანდადეს ეგ დინამიკები და გამოვედი მაქედან სიტუაცია ესე იყო რომ მეო გაგარიდებ ამ ხალხსო 2-3 კილომეტრიაო გასავლებლიო აქვეაო რა მანქანაზე დარჩება დინამიკებიო და შეულებრივად რავი 2 საათის მერე თუ 3 საათი იქნება
წამოვართა უპრობლემოდ. გარდა მიზანმიმართული სიცრუისა და манипуляციებისა, 8 პარტიის ალიანსი აქციის დასრულების შემდეგ მათივე მხარდამჭერებისა და მოკავშირეების მხრიდან ხალხის სიმცირის, უგეგმობისა და გადაჭარბებული მოლოდინების შექმნის გამოც უკვე მეორე დღეა დაცინვის და კრიტიკის ობიექტია. ჩეხი ინსტრუქტორის იგორ ბლაჟევიჩის მიერ წინასწარ გაწერილი და 8 ოპოზიციური პარტიის მიერ საყოველთაო მობილიზაციით დაორგანიზებული აქციის პოლიტიკური კრახი თავად ოპოზიციის შიგნით აღიარეს. უკმაყოფილება გამოიწვია აქციის სლოგანმაც საქართველო იმსახურებს უკეთეს. ეს მათივე აზრით არა პოლიტიკურ მოწოდებას, არამედ უფრო დაბნეული კამპანიის პირდაპირ გამოხატულებას გავდა. კრიტიკის ობიექტი გახდა თენგო თევზაძე სააკაშვილის მხრიდანაც. დამნაშავე ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ თევზაძის მხრიდან აქციის მონაწილეზე თავდასხმას გამართლება არ აქვს. თენგიზის გამოსვლა აქციაზე მე მომეწონა, მაგრამ ეს კადრები არის სრული კატასტროფა. არანაირი გამართლება არ არსებობს შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთ მოქცევას. იმედია თენგიზს ეყოფა გამბედაობა და ამ ძალიან კარგ ბატონს საჯაროდ მოუხდის ბოდიშს. და მე რა უკვე ახლა. ყველას აქვს უფლება მაკრიტიკოს. თავების თვლა და ამაზე ბუღალტერიის კეთება, ეს არის თქვენი საქმე. თავად გასული მთელი დღე აქციის შედეგების და მოქალაქეების რაოდენობის თვლას დაუთმეს და ერთმანეთისგან განსხვავებული მასშტაბური ციფრებიც დაასახელეს. თუმცა საზოგადოებამ აქციაზე მისული მოქალაქეების რაოდენობა კადრებში იხილა. რესურს გარეშე დარჩენილი ოპოზიციის შესახებ საუბრობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის შეფასებით, გვარამია ჯაფარიძის მსგავსი სახეების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, როდესაც 5,000 ადამიანი იკრიბება, ეს ოპოზიციისთვის წარმატებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. გვარამია იქ აშაძე, ჯაფარიძე, სალომე ზურაბიშვილი, როდესაც ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5,000 კაცი გამოდის, ისინი მეგონი ბედნიერები უნდა იყვნენ. ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5,000 კაცი რო გამოდის რუსთაველზე, ეს უნდა იყოს მათი ბედნიერების საფუძველი. არ ვიცი, როგორ შეიძლება ერთი ადამიანი მაინც გაყვეს მათ, თუმცა ხედავთ, რომ 5,000 ადამიანი გაყვარაც თავისთავად სამწუხაროა, თუმცა ისინი უნდა იყვნენ ბედნიერები ამ ყველაფრით. თავარი არის ის, რომ ეს არის უმცირესობა, ეს აგრესიული უმცირესობა საბოლოო ჯამში ვერ აღწევს შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, ხო? ასეთ ადამიანებს რო გაემარჯვოთ. რა თქმა უნდა, პატივისცემა უნდა გამოვხატოთ იმ ადამიანების უმრავლესობის მიმართ. იმ 5,000 კაცის უმრავლესობის მიმართ, რომელიც იქ იყო შეკრებილი, ისინი არიან შეცდომაში შეყვანილი, თუმცა ისინიც უნდა დაუბრუნდნენ იმ გზას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან. ჩავარდნილი აქციისა და ოპოზიციის შიგნით არსებული დაპირისპირების ფონზე მართლგუნდში ამბობენ, რომ 26 მაისის აქცია ნაცოპოზიციის პოლიტიკური განაჩენია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათ ოპონენტებს არც ხალხის მხარდაჭერა და არც არაფრის რესურსი აქვთ. ქართული ოცნების წევრების შეფასებით სწორედ ასე ხდება, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი ინსტრუქტორის დავალებით მოქმედებ და არა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის საჭიროებებით. რეალურად ეხა ამ ადამიანებს საერთოდ არანაირი შესაძლებლობა და შანსი არ აქვს, რომ პოლიტიკაში წარმატებულები იყვნენ და ამას აქვს თავისი ახსნა. არსებობს მიზეზები, და მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს, ემსახურებიან გარე აქტორებს, იღებენ გარედან დავალებებს. კოლექტიური ნაცმოძრაობა, სადაც ზონდერ მინისტრები, სააკაშვილის მთავარი მწვალებლის პლაკატი წინ რომ მოუძღვის. გვერდით ზონდერი პროკურორი, გენპროკურორი ბატონი გვარამია დღეს რო ეხლა იმის მანტია აქვს მოსხმული კეთილშობილების. დანარჩენები ვინც არიან, ხო, ვინც იდგნენ, ვიზეც იდგა რეჟიმი სააკაშვილის, ისინი რომ წინაპლანზე დადგებიან და ისინი რომ მოაწყობენ მარშს, ეგრეთ ოპოზიციურს. ეხლა ჩერგო და მისი ქმარი რო გახდებიან სიმბოლოები აი ამ აქციის. იქ ბუნებრივია მათი მხარდამჭერებიც არ გამოვიდნენ. 26 მაისს, მაშინ, როდესაც ქართველი ერი ერთად დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდა 8 ოპოზიციურმა პარტიამ შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყო. უცვლელი სახეებით და ტრადიციული ბანერებით მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება მსვლელობის მთავარი ნაწილი იყო. მსვლელობისას იყო დაპირისპირებები თავად აქტივისტებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის. რუსთაველის გამზირზე მისულმა ოპოზიციონერებმა კი სცენა რიგრიგობით დაიკავეს და მათი სიტყვებით ერთ-ერთში დაემთხვა უცხოელი ინსტრუქტორის სცენარს, რომელიც პრაიმ ტაიმ აქცია რამდენიმე საათით ადრე გაასაჯაროვა. 8 პარტიის საყოველთაო მობილიზაციით და რამდენიმე თვით ადრე დაანონსებული აქცია რამდენიმე საათში ისევ დაპირისპირებით და სამომავლო გეგმის გარეშე დასრულდა.
ღვინის ქარხნის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების კოლექციის შესწავლა იწყება. ეს კი შესაძლებლობას იძლევა ქართული ღვინო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და წარმოდგენილი ნიმუშები მსოფლიოს მსხვილი აუქციონების ლოტებად იქცეს. ღვინის უნიკალური ენოთეკა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს უვადო სარგებლობის უფლებით გადასცა. გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი დაესწრო და სტუმრებს სიტყვით მიმართა. დეტალებით პირდაპირ ეთერში თეკლა ბესტაოშვილი გვერდება. თეკლა გისმენთ. ღვინის ისტორიული ენოთეკა ოფიციალურად გახსნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ღვინის ეროვნული სააგენტო 20,000-ზე მეტი ღვინის ისტორიას შეისწავლის. კოლექცია აერთიანებს 2 საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების ქართულ და უცხოურ პრემიუმ კლასის ღვინოებს. მათ შორის კოლექცია განსაკუთრებულია იმითაც, რომ ნიმუშები მოიცავს მაგალითად ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებულ ნიმუშებს, მაგალითად ისეთ ფიგურასთან, როგორიც არის ნაპოლეონ ბონაპარტი. ისტორიული ენოთეკა დღეს პრემიერ-მინისტრმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნეს მათ მოსულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვითაც მიმართეს. აღინიშნა, რომ ენოთეკის გახსნა საქართველოს როგორც ღვინის კულტურის სამშობლოს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო გამოკვეთს. ეს არის ქართული მეღვინეობის ცოცხალი ემატიანე. აქ დაცული 20,000-ზე მეტი საკოლექციო ბოთლიდან თითოეული საკუთარ ისტორიას ინახავს. მათ შორისაა 2 საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების უნიკალური ნიმუშები და მე-19 საუკუნის 90-იანი წლების ევროპული წესით აღენებული პირველი საფირმო ღვინოები. აქვეა მუხრან ბატონის ლეგენდარული შამპანურის, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს საერთაშორისო გამოფენებზე უმაღლესი აღიარება დაიმსახურა. ამ საგრძულის გლობალურ მასშტაბს განსაკუთრებით ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ ქართული შედევრების გვერდით აქ ნაპოლეონ ბონაპარტის, სტალინის და სხვა მსოფლიო ლიდერების პირადი პრემიალური მარაგები და საიუბილეო კოლექციებიც არის დაცული. ეს სივრცე ყოველთვის მაღალი სტანდარტების და ინოვაციების ცენტრი იყო. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში ეს დაადასტურა წამყვანი ფრანგული და გერმანული დანადგარებით განხორციელებულმა ტექნიკურმა გადაიარაღებამ. დღეს კი ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ საცავის მეცნიერული შესწავლის დაწყება განვითარების ამ ტრადიციის უმნიშვნელოვანესი გაგრძელება. ეს ინიციატივა მხოლოდ წარსულის შესაძლებლად არ გჭირდება, ეს მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია, ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტების და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია. მე ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ ვარ შატო იკემის პრეზიდენტი. შატო იკემი არის ზოგადად შატოს შესანიშნავი ამბავი. შატო ბორცვზეა, რომელსაც გარს აკრავს დიდი ხეობა, ტყე და მდინარე. სექტემბერში დილით ყველაფერი ნისლითაა დაფარული. შუადღისას კი სიმშრალეა და აღმოსავლეთის ქარია. არის შაქრის კონცენტრაცია, არის ყვავილების კონცენტრაცია. იკემი არის კომპლექსურობის სამყარო. იკემი არის სამეფო, საიმპერატორო ღვინო. ასევე არის ღვინოების მეფე. მასთან ერთად დროში მოგზაურობ. დღეს აქ თქვენთან საქართველოში ამ ადგილას წარსულში ბრუნდები და ხედავ რამდენიმე ბოთლს. არ ჩანს ბოთლის იარლიკი, თუმცა ჩანს მისი ასაკი, იკემი და რომანოვების ოჯახი, რადგან რომანოვების ოჯახს შატო იკემის დიდი კოლექცია ჰქონდა. მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ღვინო ქართველებმა შექმნეს, თუმცა მეცაც გეტყვით, თავად ღვინომაც შექმნა საქართველო. სწორედ ღვინის წარმოების უძველესმა ტრადიციამ განსაზღვრა საქართველოს ადგილი და დანიშნულება მსოფლიოს რუკაზე. საუკუნეების განმავლობაში ღვინო გახდა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების, რეგიონული გაცვლისა და პარტნიორობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს სწორედ ამ დიდი მოძრაობის მონაწილეები ვართ. მოძრაობის, რომელიც საქართველოს როგორც ღვინის უნიკალური კულტურის მატარებელი ქვეყანას საერთოდ სხვა კუთხით მიაქცევს მსოფლიო ყურადღების ცენტრში. ამ საუკუნოვან ენოთეკაში ქართული და უცხოური ღვინის თუ სპირტიანი სასმელების უნიკალური კოლექცია დაცული. ჩვენ დავიწყებთ საცავში დაცული უნიკალური ღვინოების ვერიფიკაციის პროცესს ჩვენი მეგობრების დახმარებით და უშუალო ჩართულობით. როგორც უკვე გითხარით, ღვინის ქარხნის ენოთეკა ოფიციალურად გახსნილია. ენოთეკა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა. მადლობა თეკლა, პირდაპირ ეთერში თეკლა ბესტაოშვილი საუბრობდა.
ვიცე-პრემიერი სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობები. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ამასთან ხაზი გაისვა შუა დერეფნის მნიშვნელობას და ყურადღება გამახვილდა საქართველოს როგორც საიმედო და სტრატეგიული პარტნიორის როლზე. უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, სასკოლო ფორმები, ზოგადი განათლების სახელმძღვანელოები და პედაგოგთა განვითარების ახალი სქემა. პარლამენტში ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს მოусმინეს. ვრცელ მოხსენებამდე გივი მიქანაძემ გიორგი გახარიას პარტიის წევრებს არაკომპეტენტურობასა და საკითხის არასათანადო შესწავლაზე მიუთითა და ამის დასტურად კონკრეტული მაგალითებიც დაუსახელა. ინტერპელაციის ფარგლებში უწყების ხელმძღვანელმა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის ყურადღება გაამახვილა რეგიონში პროფესიული სასწავლებლების მნიშვნელობაზე. მარიამ რატიანი გიამბობთ. უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი, საკადრო პოლიტიკა, სასკოლო ფორმები და სახელმძღვანელოები. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პარტია საქართველოსთვის კითხვებს უპასუხა. გიორგი გახარიის თანაგუნდელებმა გივი მიქანაძეს 44 კითხვა დაუსვეს, რომელთა მთავარი საკითხებიც განათლების რეფორმას შეეხებოდა. დღეს ჩვენ მოგიწვიეთ პარლამენტში იმისთვის, რომ გაგვცეთ პასუხები და გასცეთ ქართულ ხალხს პასუხი თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით. რეფორმასთან, რომელმაც ისედაც გამოწვევების წინაშე არსებული განათლების სისტემა კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდო. სანამ პარტია საქართველოსთვის მიერ დასმულ აქცენტებზე ყურადღებას გაამახვილებდა გივი მიქანაძემ მათი კითხვების უპრეცედენტო რაოდენობაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, შეკითხვათა 20% არასწორი ადრესატისკენ იყო მიმართული, რაც გახარიას თანაპარტიელთა არაკომპეტენტურობად შეაფასა. გივი მიქანაძის თქმით, ეს ქმედება მიზნად არა შინაარსობრივი დიალოგის გამართვას, არამედ დეზინფორმაციის გავრცელებასა და საკითხით სპეკულირებას ისახავდა. 44 კითხვიდან 9 კითხვა შემიძლია კონკრეტულადაც დავასახელო. აბსოლუტურად ცდება იმ მანდატს, რასაც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ემსახურება. საერთოდ არც ერთი კითხვა არ არის დასმული პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება. ესაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანების მიზანი არის, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე რაღაც манипуляციური და სპეკულაციური ხასიათით შემოიფარგლონ. დასმული შეკითხვების უმეტესი ნაწილი უმაღლესი განათლების რეფორმასთან იყო დაკავშირებული. განათლების მინისტრმა რეფორმის ფარგლებში უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე ისაუბრა და განმარტა, რომ კონცეფცია საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავეს. ასევე მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლებას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ითვალისწინებს აკადემიური პროგრამების განსხვავებულ ღირებულებებს სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვით. საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავების პროცესში აკადემიური პროგრამების განფასების მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად დეტალურად იქნა შესწავლილი როგორც ადგილობრივი, ისევე საერთაშორისო უნივერსიტეტების, მაგალითად ვაშინგტონის უნივერსიტეტის, მიჩიგანის უნივერსიტეტის, კოლორადოს უნივერსიტეტის პრაქტიკა. სპეკულაციის საგანი იყო აბიტურიენტთა ცნობარი. გახარიას პარტიის წარმომადგენლები დაინტერესებულნი იყვნენ, რატომ გამოქვეყნდა ის დაგვიანებით. გივი მიქანაძემ განმარტა, რომ ცნობარი მხოლოდ საინფორმაციო საშუალებაა და ფაქტები ადასტურებს, რომ მის მარტის ნაცვლად აპრილში გამოქვეყნებას ზიანი არ გამოუწვევია. ცნობარი არასოდეს მოიცავდა ხალბატონ ტატა და ვერც ახლა მოიცავს განფასების მეთოდოლოგიას. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარის გამოქვეყნება და რეგისტრაციის პროცესი წინა წლებისგან განსხვავებით მარტის ნაცვლად აპრილში დაიწყო და ამაში თქვენ რაღაც ტრაგედია დაინახეთ, აღნიშნულს არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია აბიტურიენტების უფლებებზე. გივი მიქანაძემ მიზან მიმართული დეზინფორმაცია უწოდა აგრარულ ფაკულტეტთან დაკავშირებულ დასმულ შეკითხვებს და განმარტა, რომ პარტია საქართველოსთვის აპელირებას ფაქტობრივი უზუსტობებით ცდილობდა. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სპეკულაციები თითქოს რომელიმე უნივერსიტეტის შესაბამის სტანდარტებთან თანახვედრაში არ მოდის, სიმართლეს არ შეესაბამება. საკითხის ფორმულირება თითქოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის აგრარული მიმართულების ფარგლებში სტუდენტთა მიღების მოდიფიცირება წარმოადგენს უფლებამოსილების შეზღუდვას, რა თქმა უნდა არ შეესაბამება რეალობას და არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარი შეფასებები
თითქოს რომელიმე უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ან აკრედიტაციის სტანდარტებს, არ ეფუძნება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარმოადგენს მხოლოდ რეალობას აცდენილი სუბიექტური შეფასებით ინტერპრეტაციის მიზანმიმართულ ცდელობას. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, მინისტრმა განმარტა, რომ რეფორმის მიზანი ისეთი ინსტიტუციური გარემოს შექმნაა, რომელიც ერთ უნივერსიტეტში აკადემიური რესურსის მაქსიმალურ მობილიზაციას უზრუნველყოფს და სისტემის კონკურენტუნარიანობას ზრდის. საკადრო პოლიტიკის მიმართულებით რეფორმა მიზნად ისახავს აკადემიური რესურსის უფრო ეფექტიან გამოყენებას. არსებული პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ აკადემიური პერსონალის პარალელური დასაქმება 4-5-ზა ზოგ შემთხვევაში მეტ უნივერსიტეტში, სადაც აკადემიური პერსონალი ჩართულია რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში პარალელურად, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით არ უზრუნველყოფს აკადემიური რესურსის სრულ კონცენტრაციას ერთ ინსტიტუციაში, რაც აუცილებელია კვლევითი და სასწავლო საქმიანობის ხარისხის გასაძლიერებლად. კამათის საგანი გახდა აკადემიები, განსაკუთრებული ყურადღება საპოლიციო მიმართულებაზე გაკეთდა, რომელში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებითაც გივი მიქანაძემ გიორგი გახარიას როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აკადემიის დღევანდელი არასახარბიელო მდგომარეობა წლების წინ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა უმაღლესი განათლება ერთი ხელის მოსმით პოლიციის აკადემიაში გააუქმა. ამის შემდეგ თქვენ საერთოდ განათლებაზე როგორ სვავთ კითხვას და დღეს თავიდან იწყება მთელი ამ სისტემის აწყობა, რომელსაც თვეები და შეიძლება წლები დასჭირდეს. განხილვის საგანი იყო სასკოლო ფორმების საკითხიც. გივი მიქანაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ფორმების სოციალური განსხვავების აღმოფხვრის საშუალება ის სკოლის იდენტობის გამომხატველიც იქნება. სპეკულაცია, რომ თითქოს ფორმები მშობლებს დამატებით ხარჯს აკისრებს, აზრს მოკლებულია, რადგან სწორედ მათი საშუალებით ოჯახებს ყოველდღიური ხარჯი მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ. ფორმათა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე კი სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, პირველკლასელები 2027 წლის სასწავლო პროცესს ფორმებით შეხვდებიან. ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასელები, ისე როგორც განსაზღვრული გვაქვს კანონმდებლობით, იქნებიან უზრუნველყოფილი. მინისტრმა მე-12 კლასის არასავალდებულოდ გამოცხადებაზე და რეპეტიტორულ ნაწილზეც ისაუბრა. მისი თქმით, განათლების ახალი რეფორმის მთავარი მიზანია სასკოლო პროგრამამ უზრუნველყოს მოსწავლეებისთვის სათანადო ცოდნის მიცემა, რათა მათ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ დასჭირდეთ. მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნული მოდელიც სწორედ საერთაშორისო და აპრობირებულ მეთოდს ეფუძნება. სკოლის საშუალო საფეხური და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ერთმანეთთან ისეთ ბმაში უნდა იყოს, რომ მშობელს არ დასჭირდეს დამატებითი რესურსის ხარჯვა მოსწავლის მომზადებაში. უმაღლესი ჩასაბარებელი გამოცდები სრულ თანხვედრაში იქნება იმ პროგრამასთან, რასაც მოსწავლეები მე-11 კლასში გაივლიან და რასაც ჩვენ შევთავაზებთ. განხილვის საგანი იყო ზოგადი განათლების სახელმძღვანელოთა შეცვლის საკითხით. გივი მიქანაძის თქმით, განათლებასთან ერთად სამინისტროს პრიორიტეტი ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის, გამოც გადაწყდა, რომ წიგნების სემესტრულად დაიყოს და პატარებს ჩანთით მძიმე წონის მქონე სახელმძღვანელოების სტარების საჭიროება აღარ ქონდეთ. ჩვენ ზრუნავთ იმაზე, რომ ბავშვის ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იყოს. ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ სქელტანიან სახელმძღვანელოებზე და შემოგვაქვს ახალი პრინციპი. რომ სემესტრულ სახელმძღვანელოებზე გადავდივართ, ზოგი სახელმძღვანელო 3 და 4 ნაწილად დაიბეჭდება იმისთვის, რომ მოსწავლეთა ჩანთები შევამსუბუქოთ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ განათლების ახალი რეფორმა საზოგადოების ინტერესებზე მაქსიმალურად ამორგებული, რასაც მას ყოველკვირეულ შეხვედრებზე თავად მოსახლეობა უდასტურებს. კვირა არ გავა, რომ მე პირადად რომელიმე რეგიონს არ ვესტუმრო და 300-დან 400 მშობელს არ შევხვდე თვითოულ შეხვედრაზე, სადაც გვაქვს საუბარი ამ რეფორმებზე, ჩაბრძანდით ერთი რეგიონებში. მოიკითხეთ ხალხთან და ნახავთ ერთ ადამიანს თუ ნახავთ, რომელიც ეწინააღმდეგება ამ რეფორმას. დისონანსის შემოტანის მცდელობა ასე შეაჯამა განათლების მინისტრმა დღევანდელი ინტერპელაცია და ყურადღება კვლავ ოპონენტების არაკომპეტენტურობაზე გაამახვილა. ხარი რომ ყარი ორიანი გაქვთ თქვენ დღეს, იმიტომ რომ საერთოდ ყოველგვარი მომზადების გარეშე მათი როგორც ჩანს მთავარი ესეთი სტრატეგია იყო, რომ კითხვების რაოდენობით და მე მგონი არც ერთ ინტერპელაციაზე ასეთი რაოდენობის შეკითხვები არ ყოფილა
და ამ კითხვებით რაღაცა დისონანსის შემოტანის ცდილობა ჰქონდათ. გიმი მიქანაძეს პარლამენტში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ. მინისტრმა ოპონენტების მიერ დასმულ 44 კითხვას ვრცელი პასუხები გასცა. ახალი შესაძლებლობა მომავალი დიპლომატებისთვის და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. დიპლომატიური აკადემიის შექმნის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებულია. მთავრობის ინიციატივის შესაბამისად საგარეო უწყების ბაზაზე დიპლომატიის აკადემია შეიქმნება, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი ექნება. სტუდენტების მიღება მომავალი წლიდან დაიწყება, მსურველები კი აკადემიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაძლიერების მიზნით პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც დიპლომატიური კადრების მომზადების ახალ ინსტიტუციურ მოდელს ქმნის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხოლგის ქვეშ დიპლომატიის აკადემია შეიქმნება და მას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი ექნება. კანონის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. მიზანი მაღალკვალიფიციური დიპლომატების აღზრდა. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას განიმარტა, რომ სასწავლებელში სტუდენტები მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ მოხვდებიან. აკადემიაში მოწვეული იქნებიან მოქმედი და გამოცდილი დიპლომატები. გარდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკადემია გეგმავს სპეციალური საკვალიფიკაციო კურსის შემოღებას, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმდნენ. ძირითადი მიზანი კანონპროექტების არის, რომ დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დიპლომატიის აკადემია, რომლის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სწორედ ამ აკადემიის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით არის შემოთავაზებული ცვლილებები, როგორც ერთ ასევე მეორე კანონპროექტში. საკითხის განხილვისას გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის ინიციატივა და მართველი გუნდის საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებთან ურთიერთობის ფორმები დაიწუნეს. შარაშიძის განცხადებებს ირაკლი ზარქუამ პლენარული სხდომის დარბაზშივე უპასუხა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც გარკვეული ელჩების მხრიდან ადგილი ჰქონდა არა დიპლომატიურ ქმედებებს, ხელისუფლება მსგავს ფაქტებს მომავალშიც შესაბამის პოლიტიკურ და დიპლომატიურ პასუხს გასცემს. დიპლომატია ფაქტობრივად დღეს თქვენს პირობებში აღარ არსებობს პირდაპირ ვთქვათ. იმიტომ რომ დიპლომატია ითვლება ჩვენი მეგობარი ქვეყნების სტრატეგიული ქვეყნების ელჩების შეურაცხყოფა. გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი გამოდის და მაღალჩინოსანი და ამბობს, რომ მართლმადიდებლობა ეს არის მუხრუჭი ახალგაზრდებისთვის. თქვენი აზრით მაინტერესებს, თქვენ რო ხელისუფლებაში ყოფილიყავით, რას უპასუხებდით? მიიღებდით, გაჩუმდებოდით და იტყოდით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამიტომ არ ვაწყენინოთ? ეს არის თქვენი მიდგომა? როდესაც გამოდის ევროკავშირის ელჩი და შენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გთხოვს, იტყუება, ცრუობს. ეხლა რასაც თქვენ გისმენთ, გაატარებდით. განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ დიპლომატიის აკადემიის შექმნა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდატეხაა. მისი თქმით, ახალი მოდელი აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ერთიან სისტემაში ინტეგრირებას უზრუნველყოფს. დიპლომატიური აკადემიის არსებობა რომ საჭიროებას წარმოადგენს, ეს ნათელია და შესაბამისად ეს აკადემია შეასრულებს კონკრეტულ ფუნქციას. ქვეყანა მიიღებს ახალგაზრდას, რომელსაც აქვს განახლებული ინფორმაცია ქვეყნის შიდა თუ გარე მიმდინარე პროცესებზე, არის მაღალკვალიფიციური, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. აკადემია, რომელიც თანამედროვე დიპლომატიის მოთხოვნებსა და გამოწვევებზე იქნება მორგებული, სტუდენტების მიღებას 2027 წლიდან შეძლებს. სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. რაჭასა და იმერეთში მასშტაბური პროექტები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო და განსაკუთრებული ყურადღება სტიქიის ზონებში არსებულ პროექტებს დაუთმო. მისი თქმით, განხორციელებული ღონისძიებები გზების სტაბილიზაციასა და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. მინისტრი დღესვე მეწყერის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა, სადაც რეგიონში მიმდინარე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ რაჭის რეგიონს პრობლემები შეუქმნა. გზის გარკვეულ მონაკვეთებში მეწყერული პროცესები განვითარდა, რამაც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა. თუმცა ზომები უკვე მიღებულია და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქმეში გეოლოგებიც ჩაერთვნენ. მდინარე ხეორზე დროებითი ხიდი მოეწყობა და ავტოტრანსპორტი შემოვლითი გზით ისარგებლებს. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით უკვე დაწყებულია საჩხერე რაჭის მიმართულებით მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი. მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების
მშენებლობა ხორციელდება. პროექტის დასრულება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. ამ ეტაპისთვის გზა არის გახსნილი და გამავალი. მიმდინარეობს კაპიტალურად გზის გაწმენდითი სამუშაოები, ფერდის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს, ჩამოწმენდის პროცესი მიმდინარეობს, დატერასება მოხდება სამომავლოდ. სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტშიც. საჩხერე უზუნთა-შქმერი ზუდალის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. სტიქიის ზონაში ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რევა სოხაძე და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი იმყოფებოდნენ. სამუშაოებში ჩართული პირებისგან ინფორმაცია ადგილზე მიიღეს და სამომავლო ღონისძიებები დაგეგმეს. პრობლემების აღმოსაფხვრელად პროექტების ფარგლებში ეწყობა ქვედა და ზედა საყრდენი რკინა ბეტონის კედლები, ხიმინჯოვანი კონსტრუქციები და ბეტონის ბლოკების კედლები. საჩხერეში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ კონტრაქტორთან გვაქვს გარკვეული ჩავარდნა და საჩხერის მოსახლეობა ამას თავადაც ხედავს, რომ გარკვეული შეფერხებები არის, თუმცა კონტრაქტორს მიეცა კონკრეტული ვადა, თუ როდის უნდა დაამთავროს ეს სამუშაოები და წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ იქნება გატარებული შესაბამისი ზომა. ასევე დაათვალიერეს სოფელ კურსებთან მიმდინარე დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთზე უსაფრთხო და უწყვეტი გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. დროებითი გზის მოწყობის დასრულება ერთი თვის ვადაში იგეგმება. მიმდინარეობს სამუშაოები შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო მიმართულებით. მოკლეს ვადებში, როგორც ბატონმა რეზიმძანა, დასრულდება აქ სამუშაოები და დროებითი გადაადგილება შესაძლებელი გახდება. უსაფრთხო გადაადგილების მიზნით იმერეთის რეგიონში რეაბილიტაცია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის გზის 28 კილომეტრამდე მონაკვეთსაც უტარდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. დღეს ჩვენ მინისტრთან ერთად მოვინახულეთ იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. აღსანიშნავია, რომ აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს გომის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ორ რეგიონში მიმდინარე სალიკვიდაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანს გადაადგილების უსაფრთხოების გაუმჯობესება, გზის გამტარ-უნარიანობის ზრდა და ადგილობრივი მოსახლეობისა და გზის მომხმარებლებისთვის სტიქიური პროცესებით გამოწვეული რისკების შემცირება წარმოადგენს. შესაბამისად, ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს თითოეული პროექტის შესრულების ხარისხს და სამუშაოებში ჩართული კომპანიების მიმართ რეკომენდაციებს გასცემს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და რესოციალიზაციაზე ორიენტირებული ახალი შესაძლებლობები. ლაითურის პაინტენსიურ დაწესებულებაში სპორტული მოედნები და კინოთეატრი მოეწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა ადაპტაცია რეაბილიტაციის პროცესს და მათთვის დამატებით საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ შესაძლებლობებს შექმნის. ლაითურის დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და დაგეგმილ ახალ პროექტებს იუსტიციის მინისტრი ადგილზე გაეცნო. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. იუსტიციის მინისტრმა მოადგილესთან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ლაითურის ნომერ პირველი პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო. უახლოეს მომავალში სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში კინოთეატრი, ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები მოეწყობა. მიზანი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა და მათთვის დამატებით საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული შესაძლებლობების შექმნა. ეს არის თანამედროვე სტანდარტების მქონე პენიტენციური დაწესებულება, რომელიც აერთიანებს ყველა რისკის მქონე მსჯავრდებულს. ჩვენი ამოცანა და ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ის, რომ დავიცვათ უსაფრთხოება პენიტენციურ დაწესებულებაში და მსჯავრდებულებმა მოიხადოს სასჯელი, არამედ მოხდეს მათი რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და სრულყოფილ წევრებად დაბრუნება საზოგადოებაში. პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე ფუნქციონირებს მსჯავრდებულთა საჭიროებაზე მორგებული არაერთი სივრცე. მათ შორის ციფრული უნივერსიტეტი, სადაც უმაღლესი განათლების მიღებაა შესაძლებელი. მოწყობილია ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეო პაემნებისთვის განკუთვნილი ტერიტორია, რომლებიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. თანამშრომელთა და მსჯავრდებულთა მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით გახსნილია იუსტიციის სახლიც. ფუნქციონირებს სამედიცინო სივრცეც. 6 პენიტენციურ დაწესებულებაშია გახსნილი იუსტიციის სახლი, ხოლო სამუშაო პროცესები 4 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს. ყოველწლიურად იზრდება მომართვიანობის ნაწილი, ასევე ჩვენ ვფიქრობთ სერვისების რაოდენობის ზრდაზეც. ამ პროექტმა მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო სერვისების ხელმისაწვდომობას პენიტენციურ დაწესებულებაში.
ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მცირე ზომის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა სხვადასხვა კატეგორიის მსჯავრდებულთა უსაფრთხო და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. დაწესებულებაში ქალი და კაცი მსჯავრდებულები ერთმანეთისგან იზოლირებულად შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არიან განთავსებული. ძალზედ მნიშვნელოვანი არის რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის პროცესი თითოეული მსჯავრდებულის და ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ მომავალშიც სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც განთავსებულები იქნებიან დაბალი რისკის მსჯავრდებულები, სწორედ მათაც ექნებათ საშუალება, რომ მიიღონ მსგავსი სერვისები. ლაითურის პენიტენციურ სამსახურში ახალი კინოთეატრისა და სპორტული მოედნების მოწყობას დადებითად აფასებენ თავად მსჯავრდებულები. ამბობენ, რომ ის პროექტები და პროგრამები, რაც დაწესებულებაში მიმდინარეობს, მათ სამომავლო ცხოვრებაზეც იქონიებს გავლენას. ნამდვილად წარმოუდგენელია, რომ ლაითურის დაწესებულებაში გაიხსნება კინოთეატრი, რომელიც დაგვეხმარება პატიმრებს სასიამოვნოდ გავატაროთ დრო. ასევე გაიხსნება სპორტული მოედნები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის იქნება ძალიან კარგი და დაგვეხმარება პატიმრებს. დაწესებულებაში არაერთი სარეაბილიტაციო პროგრამა მოქმედებს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და გვეხმარება რეაბილიტაციაში, რაც აუცილებლად ითამაშებს როლს ჩვენი განთავისუფლების შემდეგ ჩვენ ცხოვრებაში. დიდი ზომის პენიტენციური დაწესებულებების ეტაპობრივად მცირე ზომის თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ლაითურის ნომერ 1 პენიტენციური დაწესებულებაც, რომელიც სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისე თანამშრომელთა საჭიროებებზე. ქართული კულტურა, ტურისტული მიმართულებები და ვიზიტორობით სავსე პავილიონი ITB China 2026 დასრულდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგა და დამთვალიერებლებს მრავალფეროვანი სანახაობა შესთავაზა. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა ქართულ პავილიონში, სადაც ღონისძიების სტუმრები მრავალფეროვან კულტურულ პროგრამას, ტრადიციულ კერძებს, ღვინოსა და საქართველოს გამორჩეულ ტურისტულ პოტენციალს ეცნობოდნენ. ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით ქართულმა მხარემ მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა. შანხაიდან პირდაპირ ეთერში ნუცა კოროშინაძე გვერდდება, ნუცა გისმენთ. სტუმართ მასპინძლობის მოყვარე საქართველოზე ახლა საუბრობს ყველა, მათ შორის ის, ვინც ITB ჩინეთი 2026 ეწვია და ის, ვინც უბრალოდ შანხაიში იმყოფება. საქართველოს შესახებ ცნობები და ვიდეო მასალა გამოკრულია მნიშვნელოვან ლოკაციებზე, მათ შორის აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიაზე და აეროპორტებში. ITB ჩინეთი 2026-ის ფარგლებში საქართველოს ისტორიაში პირველად იყო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენილი და ეს დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად იყო დამატებითი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისათვის, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად გამოიყენა. 3 დღის განმავლობაში გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, მათ შორის შეხვედრები გაამართეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იმ პოტენციურ პარტნიორებთან, რომლებიც სამომავლოდ შეიძლება საქართველოში ჩამოვიდნენ და ბიზნესის კეთება დაიწყოს ქართულ ტურისტულ კომპანიებთან ერთად. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა, ITB ჩინეთი 2026 კარგი შესაძლებლობა იყო იმისათვის, რომ მომხდარიყო საქართველოს პოზიციონირება, ეს შესაძლებლობა კი ადმინისტრაციამ სრულად გამოიყენა. ბოლო დღე არის დღეს სამუშაოზე ITB ჩინეთის შანხაიში 3 დღის განმავლობაში. საქართველოს შეიძლება იყოს, რომ ითქვას, რომ იყო ეპიცენტრში. ჩინეთში ყველა მედია საშუალება, ყველა პლატფორმა საქართველოზე ლაპარაკობდა და საუბრობდა. პავილიონი, რომელიც დატვირთული იყო 3 დღის განმავლობაში, როგორც სტუმრებით, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია გაეგოთ, ასევე ბიზნეს სექტორი, რომელიც ასე ვთქვათ, ძალიან დატვირთული იყო მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებით. ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია, ძალიან აქტიურად მუშაობს ჩინურ ბაზარზე და მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში დახუნძლული აქტივობებით ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ. 3 დღის განმავლობაში საქართველოს საკმაოდ პომპეზური პროგრამით იყო წარმოდგენილი ტურისტული პოტენციალის გარდა, აქ შეკრებილებს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდნენ ჩვენი ქვეყნის კულტურას. ჩატარდა არაერთი მასტერკლასები, მათ შორის რეწის მასტერკლასი გაიმართა, განსაკუთრებული დაინტერესება მოჰყვა ქართულ კალიგრაფიას, მწერლობას. ამ შენობაში არაერთხელ გაჟღერდა ქართული ჰანგები, ვიხილეთ ქართული ცეკვა, ასევე რომელსაც დიდი დაინტერესება მოჰყვა.
გარდა ამისა, რიგები არ წყდებოდა კულინარიული დახთანაც აქ შეკრებილებს და არა მხოლოდ ჩინელ და საერთაშორისო ვიზიტორებს, მაღალი რანგის სტუმრებსაც ქართული გემოები დააგემოვნებინა შეფმა ირაკლი ასათიანმა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც ხინკალი, ასევე გაესინჯათ ხაჭაპური ქართული ღვინო. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე დიდი დაინტერესება 3 დღის განმავლობაში ჰქონდა საქართველოს პავილიონს. დღეს უკვე ITV-ს მესამე დღე გვაქვს მასტერ-კლასის და ესე რომ ვთქვათ, ყველაზე ტკბილი დღე არის დღეს, იმიტომ რომ წარმოდგენილი გვაქვს ქართული ესე რომ ვთქვათ, ტკბილი მხარე, როგორც გოძინაყი ჩურჩხელა არის და ძალიან მინდა ესე გამოვეხმაურო ამ ყველაფერს, რომ საბოლოო ჯამში აღნიშნავ, რომ ITV შედგა და ძალიან კარგად შედგა და ძალიან ხმაურიანად შედგა როგორც ადგილობრივ ასაზე, ასევე ინტერნაციონალური სტუმრებისთვისაც, იმიტომ რომ 3 დღის განმავლობაში რიგები იყო უწყვეტი. წარმოვადგინე თიხის ვორქშოპი და გამოვიტანე ქვევრის პატარა ვერსია, რომელზეც ვაძლევ ტურისტებს მოხატვის საშუალებას. ამით მინდოდა გამეცნო ჩვენი ღვინის და კერამიკის კულტურის შესახებ, რამდენად ძველია ჩვენთან ქვევრის კულტურა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ღვინის და თიხის წარმოება და ძალიან დიდი აქტივობა იყო ჩვენს ვორქშოპზე. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენა დასრულებულია. 3 დღის განმავლობაში საქართველოს საკუთარი შესაძლებლობები აქ შეკრებილ საერთაშორისო და მაღალი რანგის სტუმრებს კიდევ ერთხელ გააცნო და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მთავარი, რომ სტუმართ მასპინძლობის მოყვარე ქვეყანა საქართველოში სტუმარი ღვთისაა. მადლობა ნუცა, პირდაპირ ეთერში შანხაიდან ნუცა კოროშინაძე საუბრობდა. ეს ყავს TV საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მე ხოლმე გემშვიდობით, ნახვამდის.